სახალხო დამცველის განცხადებით თვითმმართველობებში მიმდინარე ატესტაციის პერიოდში ომბუდსმენის ოფისმა რიგი დარღვევები აღმოაჩინა. უჩვენ ანუაშვილის ინფორმაციით ტესტირების მიმდინარეობის ადგილზე არაუფლება მოსილი პირები აკვირდებოდნენ პროცესს. გარდა ამისა, ანუაშვილის თქმით, შემაშფოთებელია ის სიტუაცია, რაც მერიაში და გამგეობებში მიმდინარეობს ბოლო თვეების მანძილზე. საუბარია სამსახურიდან თანამშრომლების მასიურ გათავისუფლებაზე. სახალხო დამცველმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ოქტომბრის თვეში ქვეყანაში მიმდინარე პრობლემურ საკითხებზე ვცლად ისაუბრა, მათ შორის რელიგიურ შეუწყნარებლობაზე, ქალთა მიმართ ძალადობასა და დევნილთა პრობლემებზე. სახალხო დამცველს დღეს თბილისის მერმა დავით არმანიამ უპასუხა. ჩვენ გარკვეული დარღვევები აღმოაჩინეთ ამ პროცესში და სწორედ ამაზე არის საუბარი განცხადებაში. ჩვენ გვაქვს კონკრეტულად რამდენიმე ფაქტი, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ გარკვეულ დარღვევებს ამ პროცესის დროს ჰქონდა ადგილი. თუნდაც არაუფლება მოსილი პირების მონაწილეობა პროცესებში. ასეთი რამდენიმე ფაქტი არის ეგ მოხმობილი. საუბარი არის ასევე იმაზე, რომ მასობრივად ხორციელდება თანამშრომლების განთავისუფლება. როდესაც ასობით ადამიანი ვერ გადის ატესტაციას, ეს ნიშნავს და გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. ნებისმიერ ორგანიზაციას და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით სახალხო დამცველს აქვს უფლება, რომ დააკვირდეს, შეისწავლოს მის კანონიერებასთან დაკავშირებული საკითხი. ჩვენ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევით მოქმედი კანონმდებლობის წესებისა და პროცედურების სრული დაცვით. ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზება გაკეთებული სახალხო დამცველის აპარატისთვის, რომ ისინი ყოფილიყვნენ ჩართული ამ პროცესში, თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათ ამაზე უარი განაცხადეს.